სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. როგორც იცით, წმინდა ნინოს ეწოდება მოციქულთა სწორი, რადგან მისი ღვაწლი არ იყო ნაკლები ქრისტეს მოციქულთა ღვაწლზე. იგი მოვიდა საქართველოში, სადაც იმჟამად ცხოვრობდნენ წარმართები და ნაკლებად განათლებული და უხეში ადამიანები. და აი ესეთ სახიფათო გარემოში იგი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. და რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი მოითხოვდა ხალხისგან უარი ეთქვათ თავიანთ ზნე-ჩვეულებებზე, დადგენილ წესებზე და ტრადიციებზე. და საოცარია, ვინ მოავლინა უფალმა აი ესეთ მძვინვარე ხალხთან ასეთი მკვეთრი ცვლილებების და სინანულის მოწოდებით. 14-15 წლის გოგონა, ქალწული. და რა იყო ქალის მოვლინების მიზეზი ჩვენს ქვეყანაში? აი ამაზე მსჯელობს შესანიშნავი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი კათოლიკოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერიძე. ის ერთ-ერთ მიზეზად ამ მოვლენისა ასახელებს იმას, რომ ამით უფრო გამოჩნდეს ღმერთის ძალა და რომ არავინ არ გაკადნიერდეს და არ თქვას, რომ ადამიანური ძალით ან ფილოსოფიური სიბრძნით რომელიმე მამაკაცმა შეძლო ჩვენს ხალხში წარმართული სიბოროტის დამარცხება. და ამიტომ უფალმა, როგორც წერს პატრიარქი ნიკოლოზი, ნარნარად მდინარე წყლის ნექტარით დააცხრო ცეცხლიო და უძლური ბუნების დედაკაცის მიერ მოალბო სასტიკი ხალხის ქეთფიცხელობა. იმისთვის, რომ აქაც საქართველოშიც დადასტურდეს პავლე მოციქულისადმი იესო ქრისტეს ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტება, რომ ძალა ჩემი სრულ იქმნება უძლურებაში. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ძალა უფრო სრულყოფილად ვლინდება უძლურებაში. და ჩვენ ვიცით, რამდენი საშიშროება და ხიფათი ახლდა მოციქულთა ქადაგებას. და შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები საშიშროება თუ მეტი არა ახლდა წმინდა ნინოს ქადაგებასაც. და ჩვენ ვიცით, რაოდენ მადლიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ღვაწლი და ქადაგება. როგორც ამბობს წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. აი ამიტომ ჩვენ ვადიდებთ წმინდა ნინოს, ამიტომ ვინახავთ მის სახელს და მის ღვაწლს ასე სათუთად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო ნინოობის დღესასწაულს. ვევედროთ წმინდა ნინოს, რომ დაიფაროს საქართველო, რომ გააძლიეროს რწმენა ადამიანთა გულებში, გააძლიეროს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, რომ მიუხედავად მრავალგვარი ცდუნებისა, თუ ცხოვრებისეული, თუ საზოგადოებრივი რყევებისა, ეკლესიამ შეძლოს თავისი მსახურების გაგრძელება და ადამიანების ცათა სასუფევლისკენ მოწოდება. ამინ. გაიხარით. თმა დაგლოცოთ.